აი ასე ცხოვრობს კაცობრიობა უკვე მესამე ათწლეულია. არსებული სიცოცხლის უზრუნველყოფის, წარმოების, განაწილებისა და მართვის სისტემები ვეღარ უმკლავდებიან არსებულ მდგომარეობას. საჭიროა უკვე ცვლილება, არა უბრალოდ მოდიფიკაცია, არამედ საერთოდ ძირეულად ყველაფერი უნდა შეიცვალოს. მაგრამ, აი. ჯობია კიდევ ასე ვიცხოვროთ, აი ჯერჯერობით ასე გავაგრძელოთ. ხო, ასე თუ ისე, არც ისე ცუდია არა. და ასე გააგრძელებენ ცხოვრებას, სანამ საქმე კრიტიკულ მდგომარეობამდე არ მივა. ხოლო მძიმე მდგომარეობა სწრაფ და გადაუდებელ ზომებს მოითხოვს. ანუ ადრე არ უნდათ ქმედებების გადადგმა მოდიფიკაციისთვის, გადახალისებისთვის, არ უნდათ ცვლილებები. მაშინ ეს ყველაფერი მოუწევთ გადაუდებლად, დიდი დანაკარგებით, დიდი არეულობით, მოკლედ, დიდი მსხვერპლით და ასე შემდეგ. ანუ როგორ? გადატრიალებებით, რევოლუციებით, ომებით და სხვა მასობრივი მკვლელობებით. განზრახ თუ უბრალოდ ასე გამოვიდა, ხომ? შიმშილით დაიღუპნენ, აბა რას გააკეთე? აი ვერ მოერგნენ.